მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვევთ თქვენს გადაცემაში პირველ რიგში თქვენი ცნება თვით მეც შევუერთდებით თქვენს სურვილს და ლოცვას პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ძალიან დიდი ნუგეშია საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს პატრიარქი და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებ მეც. რაც შეეხება რაც თქვენ დასვით ამ კითხვას და ჩვენს ინიციატივას რომელიც წარმოვადგინეთ ერთმანეთთან შეიძლება პირდაპირ კავშირშიც იყოს, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება საუბრობს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე და პირდაპირ უარს აცხადებს შეასრულოს რეკომენდაციები, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რა არის ამ რეკომენდაციებში. ეს რეკომენდაციები არის მიმართული იქეთკენ, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ხალხს ჭირდება, იყოს სამართლიანი. სწორედ ამაზე არის საუბარი ძირითადად ამ რეკომენდაციებში. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვინახავთ და რადღირებული სახელმწიფო გვაქვს ასრულებდეს თავის ფუნქციას. შინაარსი ქონდეს ამ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს შინაარსი უნდა იყოს ხალხზე ზრუნვა, ადამიანების ჩაგვრა არა, რაღაცა 5 კაცის თუ 25 კაცის გამდიდრების ხარჯზე, სხვა დანარჩენების გაღატაკება კი არა. სადაც ძალა ერჩით, იქ ყველას დაჩაგვრა. ეს არ არის საქართველოს ხალხის მოთხოვნა. და ეხლა რომ რაღაცა დამწუხრებული სახეებით რო არიან, არც ქრისტიანობა არის ეს და არც ქართველობა არის ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკუთარი ხალხისადმი. გუშინდელი იყო ძალიან ნათელი მაგალითი ირაკლი კობახის განცხადება, რომელმაც ანომალია უწოდა პრემიერის შეხვედრას და დებატებს და საუბარს და დისკუსიას მოქალაქეებთან, შრომელ მოქალაქეებთან. მაშინ რისთვის ვქირაობთ ამ ხელისუფლებას? რისთვის თუ მას არ ესმის, რომ ის არის უნდა იყოს ხალხის სამსახურში და იმ დავალებას და მოთხოვნებს ასრულებდეს, რომელიც ხალხს აქვს, შრომელ ადამიანებს აქვს. რა წარმოუდგენია ირაკლი კობახიძეს, რა არის მისი საქმიანობის მთავარი საფუძველი? რისთვის იღებს ხელფასს და რატომ აქვს ის პრივილეგია, რომელიც აქვს მას როგორც საქართველოს პრემიერს? ეს პრივილეგია რისთვის აქვს? ეს არის ყველაზე საინტერესო. ამიტომ, როდესაც საუბრობენ, თურმე რაღაცას ითხოვს, თურმე ვიღაცა გთხოვს რაღაცა ომში ჩართვას, ან კიდე რაღაცა სიგიჟეებს რომ იგონებენ. ის შეასრულონ, რაც საქართველოს ხალხს ჭირდება, ხალხს რაც ჭირდება, სამართლიანი სახელმწიფო ჭირდება ხალხს. და ამაზე არის საუბარი და ჩვენი დღევანდელი ინიციატივაც სწორედ ამას ეფუძნება და ამას ემსახურება. ერის გახლეჩა და პირისპირება საზოგადოებაში არის უმძიმესი ტვირთი და მივმართავ ქართული ოცნების თითოეულ წარმომადგენელს. ამ ტვირთის ტარება არ არის იოლი, ეს არის უმძიმესი რამე და ისტორიის გაკვეთილებმა გვასწავლა, მათაც უნდა ესწავლათ ეს, რომ არასოდეს არავის ეპატიება ერის გახლეჩა. ამაზე პასუხისგება მოუწევთ, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. და ბევრს ლაპარაკობენ, ტყლად რომ ლაპარაკობენ მაღალფარდოვანი სიტყვებით პოლარიზაციის დასრულებაზე. დაასრულონ პოლარიზაცია საკუთარი მოქალაქეების წინაშე. წინააღმდეგ ეს პოლარიზაცია მათი მოგონილია, მათი დაწყებული არის. როდესაც გადაწყვიტეს საქართველოს ხალხის დაჩაგვრა. ამას ემსახურება ეს ჩვენი კანონპროექტი. ხედავთ ქალბატონო სოფიო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე, რომელზეც ღია და ხაზგასმით ისაუბრა გუშინ ირაკლი კობახიძემ, დღეს ვნახეთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი სწორედ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის თუ კომუნიკაციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? თქვენ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდით, კარგად იცით უფლებადამცველი ორგანიზაციების როლი როგორი არის პროცესებში და როგორი უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. რაზე მიუთითებს სუსის ჩართულობა პროცესში და გამოკითხვები ვინ რა უთხრა მისიის ხელმძღვანელებს? კარგად თქვით, თქვენ ირაკლი კობახიძის სიტყვები დაიწყეთ, ხო, რაღაც გუში რაღაცა სამოდ. რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი კობახიძე დღეს რას ლაპარაკობს? ირაკლი კობახიძე ის არის ხვალ რისი ლაპარაკი მოუწევს. თქვენ გონიათ მან იცის რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს? წარმოუდგენა არა აქვს. ხვალ შეიძლება ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი არ იყოს და აქამდე რასაც ლაპარაკობდნენ, საერთოდ მეორე მხრიდან უნდა მოუწიოთ ლაპარაკი. წარმოუდგენა არ აქვს მაგათ ამის შესახებ. ეს არის, ამიტომ ისი სიტყვა დღეს რას ამბობს, ხვალ რა სიტყვის გუშინ წინ რას ამბობდა. გუშინ წინ არ იყო დიდ ამბებს რომ უმღეროდა ირაკლი ღარიბაშვილს? ესე არ იყო? რა ვიცი ჩვენ ახლა გუშინ კალაძეს აქებდა. ხვალ კალაძეს რო ჩადებს მიწაში გამორიცხულია ეგ ამბავი, როდესაც კორუფციული დოკუმენტები პირდაპირ აი ეს მის მაგიდაზე მოხდება. თუმცა მის მაგიდაზე არა, იმას
გეტყვით, ხო და ის სწორედ ახლა რაც შეეხება უფლებადამცველ ორგანიზაციებს. რაღაც მოიგონეს რაღაც სხვა deep state-ები და კიდე რაღაც გლობალური ომის პარტიები და ამით უნდათ დააშინონ მოქალაქეები და ყველაზე საინტერესო, აი მოქალაქეებს წაართვეს შესაძლებლობა სამართლებრივი დახმარება მიიღონ. აი ეს ბევრი უფლებადამცვითი ორგანიზაცია სწორედ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ეხმარებოდა სამართლებრივი კონსულტაციით სასამართლოებში ამას აკეთებდა ასეთი ორგანიზაციები მოკლეს ასეთ ორგანიზაციებს შეუზღუდეს შესაძლებლობა საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რომელიც რაც ეს საქართველოს არსებობს სახელმწიფო და დემოკრატიის გზაზე არის და დემოკრატია საქართველოს ხალხს ჭირდება და არა იმიტომ რომ ვიღაცამ გარედან დაგვავალა საქართველოს ხალხს ჭირდება ეს ამ ორგანიზაციას შეუზღუდეს საქმიანობის შესაძლებლობა იმ საქმიანობის რომელიც პირდაპირ მოქალაქის დასახმარებლად იყო მოწადინებული. აი ასეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ამაზე ვსაუბრობ. მაგრამ სწორედ ამიტომ ჩვენ რო ვიცით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ვინც ამ მისიასთან ითანამშრომლა, რეაგირება საკმაოდ მწვავეა. რაზე მიუთითებს მათი ქცევები, რომელიც სამართლებრივ ნაწილში გამოიხატება მხოლოდ და არა მხოლოდ საუბარი. ეს არის შიში და თუ ეს შიში არის ეშინია ასე ქართულ ოცნებას ამ დასკვნის შემდეგ ჰააგის ტრიბუნალის ქართულ ოცნებას პირველ რიგში უნდა ეშინოდეს საქართველოს ხალხის, განრისხებული საქართველოს ხალხის. აი ამის უნდა ეშინოდეს ქართულ ოცნებას და პირველ რიგში ამის უნდა ეშინოდეს და თავარი შიში რაც აქვს ეს არის სკამების დაკარგვის შიში. განრისხებული საქართველოს მოქალაქეების უნდა ეშინოდეს, რომელთაც აი ასე ყოველდღე უწიფრად ატყუებენ რომ თურმე კეთილდღეობა სულ უფრო იმატებს საქართველოში ამ დროს ხალხი სულ უფრო ღარიბდება. არც სამსახური, არც სათანადო პენსია, არც ხელფასი, რომელიც შეიძლება ადეკვატური იყოს, არა რაღაცა საშუალო ხელფასიც კი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. აი ამ ხალხის რისხვის უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას პირველ რიგში. ეს არის მეორე და მესამე რიგშიც. ეს არის ყველაზე მთავარი საფრთხე, რომელიც ამ ხელისუფლებას ემუქრება, რომელიც დაყრუდა და დაბრმავდა. აი და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს რაღაცა გლობალურ პარტიებზე, რაღაცა deep state-ებზე, კიდე რას მოიგონებს, არ ვიცი ახლა მარსიანელების შემოტევაზე. ეს არ უშველით. პასუხისგებლობა მათზე იქნება და ამ კანონ პროექტის, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ, ამით მათ შანსი ეძლევათ, მცირედი შანსი, რომ დაიწყონ შემცირება იმ პოლარიზაციის და დაპირისპირების, რომელიც მათ აქვს საკუთარ ხალხთან. ქალბატონო სოფიო, აუცილებლად მაყურებელს კარგად გულისხმობს ეს კანონ პროექტი, რა ჯარიმებზეა საუბარი. დიახ, ახლა ძალიან საინტერესოა, ჩვენ რო გთხოვენ, თქვენ რო გთხოვენ, ჩვენ რო გთხოვენ, რომ ლეგიტიმაცია აღიარებთ პარლამენტისო და პატივისცემით მოგვეკიდეთოთ. თავად არ ექცევიან პარლამენტს პატივისცემით. აი ეს კანონ პროექტი თითქმის გამზადებული ქონდა, 3 თვის წინ უკვე მზად ქონდა, ველოდებოდით ინფორმაციების მიღება სხვადასხვა უწყებებიდან, რომ სრულყოფილი ყოფილიყო კანონ პროექტი. ვერ მოვიპოვეთ სათანადო ინფორმაციები, იმიტომ რომ არ გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად საქართველოს პარლამენტის წინაშე. წარმოგიდგენიათ, მე რომ მთხოვ ლეგიტიმაციას და პატივისცემას, შენი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირად არ გაგდებს და არ თვლის თავს ვალდებულად პარლამენტს ანგარიშში ჩააბაროს. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე. დღეს აი პარლამენტის თავმჯდომარემ მოხსენება წაგვიკითხა, ანგარიში იმ დღეს იმ წუთში დაგვიდეს. აი დღეს დაგვიდეს და რატო არა გაქვთ შინაარსობრივი კითხვებიო. თვითონ არ ექცევიან საკუთარ თანამდებობას, საკუთარ ვალდებულებას, საკუთარ პასუხისგებლობას პატივისცემით და ჩვენ განითხოვენ პატივისცემაზე რაღაც კანონებს იგონებენ კიდევ რომ როგორღაც ესე იგი წნეხით და ძალით და როზგით გვაღიარებინონ და გვაიძულონ პატივისცეთ მათ თავად სცენ პატივი თავიანთ საქმეს თავად სცენ პატივი იმ საქმეს რომელსაც უნდა ემსახურებოდნენ და არ ემსახურებიან სცენ პატივი საქართველოს ხალხს დაანებონ თავი თვალთმაქცობას და ჭორაობას და ცილისწამებას საქმეს მიხედონ და დიახ კანონ პროექტი ეხება და ეს ამიტომ დაახლოებითი ციფრებია, დაახლოებით 40 მილიონი ლარიდან 80 მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს არის ჯარიმები, რომელიც ამ ხელისუფლებამ დააკისრა მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს
აზრის გამოხატვის თავისუფლებით, ისარგებლეს მანიფესტაციის და შეკრების უფლებით. აი ამ ადამიანებს 40 მილიონიდან 80 მილიონ ლარამდეა დაახლოებით მერყეობს ძალიან რთულია დავადგინოთ, იმიტომ რომ არის 2000 ლარიანი ჯარიმები, 5000 ლარიანი ჯარიმები, 7000 ლარიანი, ან ვისრა და ეკისრად ვერ ვადგენთ, იმიტომ რომ ანგარიშვალდებულებას აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის წინაშე არ გზნობს და არ გვაწვდის სათანადოდ ინფორმაციას. ამაზეა საუბარი. ამის გაკეთებაზეა საუბარი, ვისაც დაეკისრა, უკვე გადახდილი აქვს ჯარიმა და ვისაც ჯერ არ აქვს გადახდილი ჯარიმა. ეს მათთვისაც შეღავათი იქნება. ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც ამდენი წარმოება ქართულ ოცნებაზეა, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. პასუხისმგებლობა მათზეა. კი ბატონო, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნების ხელისუფლება. მადლობა სოფიო ხორგუანს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.